გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება. დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Fermისა და FFF Georgias მესაქონლეობის ფერმა ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღნიშნული საწარმოების სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა. მინისტრმა ასევე გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკალმახე და სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და ფერმერებს შეხვდა. სონღულაშვილმა დღეს შეხვედრები გამართა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთანაც. გვინდა ადგილზე მოვინახულოთ, როგორც რეგიონული სამსახურები, აგრეთვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზე გავეცროთ და შევხვდეთ ფერმერებს გავესაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თითოეულ მიმართულებით არსებობს. ზუსტად ამ ფარგლებში დღეს მოვინახულეთ სხვადასხვა ტიპის ფერმები, მესაქონლეობის ფერმები, მეღორეობის ფერმები, აგრეთვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თევზის ფერმები გვენახა, რომელიც აკვაკულტურა მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დიდი შესაძლებლობა არის და პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გამოუყენებელი არის და საკმაოდ დიდი რესურსი არის აქ ამ სექტორის განვითარების. შიდა ქართლი არის მოწინავე და შიდა ქართლის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მიმართულებით განვითარება, როგორც მეცხოველეობა, მებაღეობა, მეხილეობა და სოფლის მეურნეობის განვითარება მოგეხსენებათ ხელშეუწყობს და ხელს უწყობს ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის გაძლიერებას, თქმა უნდა ინფრასტრუქტურის სამუშაოების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია მინისტრის ვიზიტიც და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის.